თუ ეხლა შენ ამ ვიდეოს უყურებ და კლებად იმთვარია, მაშინ ზუსტად საჭირო დროს მოხვდით საჭირო ადგილზე. მაშას ზუსტად ეს ადგილი ქურუ მიხელის დარვო, მე კი გახლავართ თეა, რომელსაც ძალიან უნდა ეხლა გასწავლოთ ძველი ისლანდიური რიტუალი, რომელიც ნეგატივის გაწმენდისაგან თქვენი აურის, ასე ვთქვათ, გასუფთავებისა და ბევრი სხვა არასასიამოვნო ამბების მოსაშორებლად არის გამოგონილი. ნუ რასაკვირველია, ეს ყველაფერი საუკუნეებს მოიცავს, აპრობირებულია და ჩვენ ეს გადაგვჩენია უბრალოდ რწმენით მოვეკიდოთ. ძველად ეს რიტუალი გამოიყენებოდა ჩრდილოეთის ხალხის მიერ და მას იყენებდნენ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, მდიდრები და ღარიბები მნიშვნელობა არ ჰქონდა და ამიტომაც მას სახალხო რიტუალი ეწოდა და დღემდე ესე ქვია. ნებისმიერ შეუძლია დღემდე ეს თავის პრაქტიკაში დანერგოს, თუ პირველად აკეთებთ და უკვირდით კარგად რა შეიძლება მოხდეს თქვენ ცხოვრების მომდევნო ეტაპში. რიტუალის ტრადიციული სახელწოდება არის განბანის ლექსი, თუმცა სხვადასხვა პრაქტიკაში და სხვადასხვა რიტუალებშიც ხვდებით ესეთ სათაურებს, რომელიც ემსახურება, როგორც უკვე გითხარით, ნეგატივის ჩამობანას, განწმედას და სხვა ფიქრებზე, ცუდი ფიქრებიდან თქვენს ასხლედას. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას გინდათ არ გინდათ, მაინც ავლენს და ზუსტად აი ამ შეკვეცაზე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ. რა შედის მოკლედ შემოძვირფასებულ ნეგატივში? ნეგატივში შედის ავითვალი, სხვა ბოროტი მზერა, შედის ფიქრები და ზრახვანი სხვა ადამიანების ჩვენს მიმართ, რომელსაც ფიქრობთ, რომ არ დაგვიმსახურებია, მაგრამ მაინც მოდის, ნეტა რატომ მოდის. აღარ ვიკითხოთ მიზეზები, რატო, როგორ და რა ვითარებაში, უბრალოდ თუ ვიგრძენით, თუ იგრძენით, არ იგრძენით, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, ყველას გჭირდება ეს. თავის დროზე აღნიშნული რიტუალი ცივი წყაროს წყლით კეთდებოდა, მაგრამ თანამედროვეობაში, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, ჩვეულებრივი გამდინარე ონკანის წყალით შეიძლება და ვისაც გაქვთ საშუალება, ჭის ან წყაროს წყალი გქონდეთ, მთლად ორმაგად უკეთესი. რიტუალი კი შემდეგნაირად კეთდება, აი ამ ცივ წყალს, რაც შეგვიძლია დიდი რაოდენობით მიუშვერთ სახეს, ჩამოვიბანთ. საკვირველია პირდაპირ თუ არ გვექნება ჭავლის სახეზე, ხელებითაც შეიძლება დავეხმაროთ და ზუსტად აი ამ რიტუალის დროს, ანუ ამ შესხმის, წყლის შესხმის დროს, უნდა წარმოვთქვათ ისლანდიურ ენაზე სიტყვები. ეს პატარა ლექსია, რომელსაც აუცილებლად გითარგმნით ქართულად, მანამდე კი ისლანდიურ ენაზე. ვიცით, რთული და სამახსოვრებელია, თქვენ ხშირად მეკითხებით, ამიტომაც პირობას ვდებ, აც უკვე კომენტარებში დაურთავ, რომ მე გადაწეროთ და გულისხმიერად თქვათ, არ უნდა შეგეშალოთ რასაკვირველია. ლექსი კი ასე გამოიყურება. Fion, tvai, iek ap mier. Pianda minna. Ran ok reidi. Mikra manna. ასე გამოიყურება ის საკუთრივ რიტუალის ენაზე. რაც შეეხება ქართულად, მის შინაარს ის ასე ითარგმნება, ჩამოვიბან მე სიძულვილს მტერთაგან, ჩემთა ავაზაკობასა და ძარცვას, მრისხანებას გავლენიან კაცთა. ნუ ქართულად არ ვამბობთ, ვამბობთ მხოლოდ იმ ენაზე, რა ენაზედაც წეგან გაგესაუბრეთ. რასაკვირველია, ასე ვთქვათ, გავიმარტივეთ საქმე და ვიმეცადინოთ ამის თქმაზე. მოკლედ ეხლა მე შემიძლია ცოტა განგიმარტოთ, შინაარსობრივად მარტივად რო გასაგები გახდეს, ვიშორებთ სიძულვილის ენერგიას და ნეგატიურ განწყობას, რომელიც ჩვენსკენ არის გამოგზავნილი მტრებისაგან, ყოველგვარ საფრთხეს, ძარცვისას, აგრესიისას, მრისხანებისას, მოგეხსენებათ, ძარცვა ძველ დროში ჩვეულებრივი თემა იყო, არ იყო რაღაც გასაკვირი, მაგრამ დღევანდელ პირობებში ის რასაკვირველია არ გება როგორც პირდაპირი მნიშვნელობით და ვიგებთ როგორც ენერგეტიკული დადებითი ძარცვის კვალდაკვალ, ასე რომ გავიგოთ. ავაზაკობაში კიდე შეგვიძლია ვიგულისხმოთ მათი როგორც პირდაპირი, ასევე ენერგეტიკული მნიშვნელობა. იგივე, როგორც უკვე გითხარით, ენერგიის მოპარვა. გავლენიან კაცში
აქ სქესის მნიშვნელობა არ აქვს, კაცი, ქალი, ინგლისურ ენაში men ადამიანს ნიშნავს, იქ მოყვანილია სიტყვა კაცი იგულისხმება ზოგადად ადამიანი, როგორც უკვე გითხარით და თავი დავანებოთ რაღაცა კაცში ძიებას, მაგრამ მაინც მამრობითი სქესი. გავლენიან ადამიანი იქ არის ნაგულისხმები და ნახსენები ლექსში, ეს არ არის მანდ მაინც პიროვნება, რომელიც რაღაც მაღალ თანამდებობაზე და ინსტანციებშია, არა, უბრალოდ გავლენიანი ჩვენს ენერგიაზე, ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ქმედებაზე. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენზე. იმედია მარტივად მოხდა გაშიფრა ლექსის, რაც დევს ყველაფერი ამაში. ასე ალეგორიული თემატიკა იყო ლექსში და ლოცვაში და რიტუალის ტექსტში. ისე კი შეძლებისდაგვარად გაგიშიფრეთ, ანუ რასთან გვაქვს საქმე. ასე ჩემო ტკბილო და შაქარო ადამიანებო, ამის გაკეთება შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ მომაკვდავი მთვარის დროს, მოგეხსენებათ, როცა მთვარე კლებაშია, გადის მაშინ ძალიან კარგად რიტუალები, რომელიც წმენს ჩვენს ენერგიას, ასუფთავებს ნეგატივისა და ცუდი თვალისა და ავიბოროთ მზერისაგან, ასე რომ გისურვებთ სისუფთავეს, გისურვებთ დადებითი ადამიანების ამპლუას, გისურვებთ თქვენ თვითონაც ყოფილიყავით დადებითი და სხვა საზოგადოებაშიც ხშირად ყოფილიყავით საკონტაქტოდ. მოკლედ ასე ძალიან მიყვარხართ, გეფერებით, სხვა უფრო კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით რასაკურველია კონტაქტობთ ჩემთან, ინდივიდუალური ტაროს გაშრები და ასევე ინდივიდუალური რიტუალებზე დაგეხმარებით მე, სხვადასხვა ტიპისა, ფინანსური, სასიყვარულო თუ ენერგეტიკული წმენდები და გაძლიერებები. კოცნით სიამოვნებით ყველას, შეგიძლიათ რომ ვიდეოს ქვემოთ დაურთოთ თქვენებური კომენტარი, აი მაგალითად, სიამოვნებით ვიწმინდები. კი ბატონო, იყოს და აი ასე, ძალიან მარტივია, არ გააბუქოთ, უბრალოდ ტექსტი ისწავლეთ ზეპირად. ცივი წყალი ონკანებში, წყაროზე, ჭაში, რუში, ჩანჩქერში, მოკლედ წარმატებას გისურვებთ, წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა და მთვარი სიდუმალება გაკოცეთ და მინდა გითხრათ, რომ 29 მარტამდე ბნელ კოლიდორში გვიწევს სიარული, 29-ში მზის დაბნელება იქნება და მოკლედ მთელი კატაკლიზმური პერიოდი წინა გვაქვს. ყველა სულიერი სიმშვიდე.